გამარჯობა. თუ ამ ვიდეოს უყურებ, დიდი ალბათობით ერთ-ერთი ასეთი ფიქრი გქონია. მე მათემატიკა არასდროს მესმოდა. მე ამაში სუსტი ვარ. ალბათ უბრალოდ არ შემიძლია. ვერ ვიტან. თუ ასეა, ძალიან გთხოვ ეს ვიდეო ბოლომდე ნახო. მინდა ერთი რამე გითხრა თავიდან. მათემატიკაში სუსტი ადამიანები არ არსებობენ. არსებობენ ადამიანები, ვისაც ერთხელ არ აუხსნეს სწორად. ან უბრალოდ ვერ გაიგო. სუსტი არ ხარ, უბრალოდ არ აგიხსნეს. ეს კურსი შეიქმნა არა იმისთვის, რომ ვინმე შევაფასოთ, არა იმისთვის, რომ ტესტისთვის მოვემზადოთ, არა იმისთვის, რომ სწრაფად მივაღწევთ ნიშნის ამაღლებას და მით უმეტეს არა იმისთვის, რომ ვინმე შევეჯიბროთ. აქ ვიმუშავებთ ნელა, ძალიან ნელა, ისე როგორც თავიდან უნდა გესწავლა მათემატიკა. აქ შეცდომა პრობლემა არ არის, პირიქით, შეცდომა არის ის ადგილი, სადაც სწავლა იწყება. ამ კურსში არ დაგჭირდება ჭკვიანობა, დაგჭირდება მხოლოდ ერთი რამ, მზაობა იფიქრო ჩემთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, სკოლის მოსწავლე ხარ, მშობელი თუ უბრალოდ გინდა გაიხსენო მათემატიკა. აქ ყველა ერთნაირად იწყებს. ამ ვიდეოში მე არაფერს არ აგიხსნი. ეს მხოლოდ დასაწყისია. უბრალოდ მინდა იცოდე, თუ აქ ხარ, უკვე სწორ ადგილზე ხარ. კურსს დავიწყებთ შემდეგ ვიდეოში. დავიწყებთ ყველაზე მთავარით, არა ფორმულით, არა მაგალითებით, დავიწყებთ კითხვით, თუ რა არის რიცხვის სინამდვილეში. ნახვამდის და გახსოვდეს, მათემატიკა არ არის საშიში. მათემატიკა ეს არის ფიქრი და აზროვნება.